მოგესალმებით მეგობრებო. ცოტა უძილობა დამჩემდა რა. ძალიან ისედაც მიჭირდა ძილი. მაგრამ როგორც კი ჩამეძინება, ეგრევე მესიზმრება ესეთი უცნაური სიზმარი. რომ მე და მარიამ ჩარჩენი ვთამაშობთ დახუჭობანას, ის იმალება, მე ვიხუჭები და რო ვიხილები და ვიწყებ ძებნას, აი მაგალითად დავინახე ფარდა არის ჩამოფარებული და ესე ჩუსტები ჩანს რა და მეთქი ვიპოვე მარიამ ჩარჩიანი და მარიამ ჩარჩიან გიპოვე და გავხსნი ესე ფარდას და ჩუსტები დევს მარტო ესე რა თვითონ არ არის და მე იქიდან You're so lucky მეუნება რა ანუ დამცინის რა რომ ვერ პოულობ და მე მეუნება რომ შენ რა სადაც პოლიციაშიც რო დარეკო ვერაზროს ვერ მიპოვიო რა და მეღვიძება რომ ვახ მე მეძინება ისევ მე და მარიამ ჩარჩიანი თამაშობ დახუჭებანას ვიხუჭები ვიხილები სადღაც ჩანს სილუეტად რო არის გავაღებ მარიამ გიპოვე თქო ისევ დამცინის ეს სხვათა შორის ეს კოლ-ცენტრების ამბავი ეხა გახდა პოპულარული თორე 7 წელია ალბათ ან 6 წელია საქართველოს თავარი ექსპორტია რა ანუ უცხოური ფულის შემოსვლა თავარი საიდან შემოდიოდა უცხოური ფული არის კოლ-ცენტრები რა ძალიან დიდი ხანი არსებობს და აი მე თუ ვიცოდი 7 წელი ახლა 7 წლის წინ ვიყავი გეტყვი 7 წლის წინ ვიწექი ხოლმე მე რო ვდგებოდი კომპიუტერსთან მობილურში რაღაცებს ჩალიჩობდი ვიძინებდი აი ეგრე ვცხოვრობდი ანუ დიდად ეხა მოდებული ვიყავ, ვიცნობდი ბევრ ადამიანს პირადად, მაგრამ მოდებული ვიყავი სამყაროსთან რაღაც რესერჩებს ვაკეთებდი, თქო, არა, უბრალოდ ცხოვრობდი, ადამიანი ვიყავი და ინერტულად ცხოვრობდი, უფრო ვიდრე დღეს ვცხოვრობ. ალბათ 800%-იანი ზრდა მაქვს იმაში, რა ქვია. ინტენსივობაში მაქვს 800%-იანი ზრდა. ხო და სულ იყო ეს ყველა მიცოდა, ანუ მე თუ ვიცოდი, ესე იგი საერთოდ ყველა მიცოდა. ჩემი დამოკიდებულება შევუნდოთ მაგ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ცხოვრება როგორც დასჭის მათ, ისე ჩვენ ვერასდროს ვერ დავჭით. მე არ ვიწყევლები ახლა, მაგრამ აი დაახლოებით გეტყვით რას გულისხმობ რა. ავიღოთ ადამიანი, რომელიღაცა აფრიკის ქვეყნიდან და რომელიც ცხოვრობს აი ჩვენი გადმოსახედიდან უკიდურეს გაჭირვებაში. ეს ჩვენი გადმოსახედიდან ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში, თორემ მათთვის ეს ყოველდღიურობა არის. და ჩვენ უფრო გვეცოდება რო რამე ვიდრე ისინი გრძნობენ საცოდავად თავს. ეს ადამიანი ვინმე რენდომ მაგ ქვეყნიდან რო წამოვიყვანოთ, აქ არა მოდი წავიყვანოთ პრაღაში წავიყვანოთ, ვაცხოვროთ ადეკვატურად, ნახოს აი განვითარებული და განვითარებულთან ახლოს მყოფ ქვეყანაში როგორია ცხოვრება 1-10 წელი აცხოვრო და მერე დააბრუნო უკან, შეიძლება იქ ვეღარ გაძლოს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დროის წინ ეს ყოველდღიურობა იყო მისთვის, დღეს შეიძლება ჯოჯოხეთი რაღაცის მერე შეიძლება ჯოჯოხეთი გახდეს რა. იგივე მსგავსი ამბავია აქაც. ადამიანი, რომელიც ტელეფონზე საუბრით, ერთი ოფისიდან საუბრით, რაღაც არც დარბიან არაფერი, აკეთებს თვეში $15,000-20,000, როდესაც ეს საქმე ჩაუქრება და მოუწევს იმ რეალობაში დაბრუნება, რომ 10-ჯერ მეტი საქმის გაკეთება მოუწევს, 10-ჯერ ნაკლები შემოსავლის გამო, დეპრესია მოკლავს ალბათ, ანუ საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება. აქ ეს ჩარჩოში, როგორც იცით, ჩვენი საყვარელი კომენტარები ამონათდება, ახლა რომელიც ძალიან მომეწონა. წერ ამ ამბავს დილა არის, ახლახანს მორჩა ჯგუფს რომანდოლიძე, ახლახანს აიღო-რევანში, კარგი ჯგუფი იყო. ნამდვილად რას ვხედავ იცი რომ რომანდოლიძე ყველა ჩხუბის მერე ძალიან დიდ პროგრესს განიცდის რა. ეს იმიტომ არის ალბათ რომ გვიან ასაკში დაიწყო ჩხუბი და თავიდან მეკარე იყო და რა ვიცი ყველაფერი იყო მგონი რა მოჭადრაკეც იყო და რა ეკონომისტიც და ასე შემდეგ იმიტომ რომ ისეთ აკადემიურ ოჯახში დაიბადა ესე რა ვთქვათ რა. 38 წლისა, მაგრამ 37 წლის რო იყო რომანდოლიძე და 38 წლის რო არის რომანდოლიძე, ეს რომანდოლიძე გაუხევს იმ რომანდოლიძეს სახეს დღეს. ეგ არის კარგი რომ ვითარდება და მგონია რომ სანამ იმასაკამდე მივარო უკვე გამოხუცდება, მანამდე მოასწროს თავისი ლეგასის დატოვება და იქნებ ჩემპიონო ქამარდაც გაიწეს. სხვათა შორის
ბრონიჟილეტის ჩვენ ენაზე, ანუ ტყვია გაუმტარი ჟილეტის ფასი $300-დან $700-მდე მერყეობს. არ მკითხოთ რატომ დავიწყე ამ ყველაფრის მოძიება, რაღაც ისეთი რაღაცები მოხდა, რომ ლეგიტიმურია ჩემგან ამ ყველაფრის საუბარი და რომ იცოდე თუ დაგჭირდათ, ეხლა თემუზე ღირს 100 ლარი და 50 ლარი და რო შეხვალ მე დაატრიალებ რაღაცას და ვაფშე $1 გამოვიწერ, მაგრამ თემუს გავზრდიე ტყვია გაუმტარი ჟილეტს მაინც ნუ დაიყრდნობით. შეიძლება პირდაპირ ნუ დაიყრდნობით ხო არის რაღაცა შედარებით სიტყვა რომ ნუ დაიყრდნობით არ ნიშნავს რომ დაიყრდნობით, მაგრამ თემუს ტყვია გაუმტარი ჟილეტს შეიძლება დაყრდნობის დროსაც გაფუჭდეს. ანუ ნურს დაიყრდნობით და ნურს დაიყრდნობით. ყველა კომენტარს კითხულობ, ყველა 98% არის ხოლმე ძალიან ისეთი გულის ამაფანცგალებელი და სიყვარულის მომგრგვის სიყვარულს ეგეთი. ქორომ თხოვა ჩვენმა ახალმა იუთუბერმა, რომელმაც დაიწყო შესანიშნავი გადაცემა, ლუდი და წვენი, პილოტი ჩაიწერა და დარწმუნებული ვარ, ახლა მეორე ვიდეოც ნანახი მაქვს და დარწმუნებული ყოველი შემდგომი გადაცემა იქნება უკეთესი და კაი საქმეს აკეთებ, ჩემო ძმაო, არ გიცნობ, მაგრამ აქედან გეტყვი, რომ ცხვირი კი გაკ ბურატინოს ავთ, მაგრამ მართლა კაი საქმეს აკეთებ. ბავშვებთან კომუნიკაცია, სპორტსმენი ბავშვების და სპორტთან დაახლოებული ბავშვების ესეთი პოპულარიზაცია ძალიან მაგარია. ქორომ თხოვა რომ წაიკითხე ანეკდოტებიო. ანეკდოტი წაიკითხო შემდეგზეო ძალიან თხოვა. აი მაგალითად პირველი არის კვილის პალეტრა ჯიზი არის, ესე 3 ანეკდოტია, მგონი დღეში ერთხელ დებენ ანეკდოტს. კახელმა ბურვაკი დაკლა. წვადი შეწვა, მეზობელს დაუძახა და გახურდა კეიფი. მოდი ბიჭებო ჯანზე ყოფნას გაუმარჯოს. მოიცა ჯანზე რა, ეს ბურვაკი არისო იღბალს გაუმარჯოსო. ესეთი ანეკდოტია პირველი. კარგი ვაღიარებ რომ ოქროს მთებს კვირდებოდი, მაგრამ სარეცხ მანქანაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ექიმო მეზობლები გირს მეძახიან, იმიტომ რომ ძეხვეული მიყვარს. მერე რა, ძეხვი მეც მიყვარს. ვაიმე მართლა, გინდათ განახოთ ჩემი ძეხვების კოლექცია. ქორომ მადლობა ესეთი რუბრიკა რომ შემომთავაზე და იზრუნე, ხა ვინც ცოტა ხანი გაცდით, ვინც სიცილში იხრჩობით და გადაბჟირდით დროს მოგცემ. სხვათა შორის სეტანტამ გამომიგზავნა მერჩი. მერჩი, ანუ რას მერჩი, რომ იგზავნია მერჩებს სეტანტა. ეხა აქ მედია სუფულია, ფულითაა, სავსე ჩანთა ძალიან მომწონს, მაგრამ შინ დარწმუნებული ვარ, რომ ფულები ყრია. მოდი განვყუთოთ, გავჩანთოთ სეტანტას მერჩი. თუ ბანძობა მალე იქნება დაჭრილი, თუ მაგარია, მაინც მალე იქნება, რა ვიცი, განხილვა არა. გავიწყოთ. მაისური, რომელსაც ეხა ჩავიცვა. ესეთი მაისურია. ძალიან მაგარია, ძალიან მომწონს. დიდი მადლობა ერთი. ბლოკნოტი, ბლოკნოუტ, დღიური დავთარი, არ ვიცი, რომელსაც ჩემ იდეებს ჩავიწერ ხოლმე და რაღაც იდეა რომ მომივარო არ დამოუწყდეს. აი ამ stay in the game-ის ყვითელ შესანიშნავ დავთარში ჩავწერ ხოლმე. უღრმეს მადლობა ორი. კეპი. მე კეპები მომწონს, მაგრამ აი აქ მე მიყვარს ხოლმე აი აქ რო რაღაცა კეპს, ანუ ეს ფორმა რო აქვს რა, იმიტომ რომ მიხდება უფრო ესეთი ეს ნაკლებად თან თავიც დიდი მოკლა გავადიდო. მადლობა, იმიტომ რომ ეს არა აქ ამას და უღრმესიც ვერა, მადლობა. წინდები, თეთრი წინდები. თეთრი წინდები, მოდი იყოს, უღრმესი მადლობა იყოს მაინც, უღრმესი მადლობა 3. პლასმასის ყველი? თუ მთვარე? დისკობოლი? რა ვიცი, მადლობა. 1. მიუხვდი. ანუ ეს არის ნანუკარო სახლში დააგვიანებს ხოლმე თუ სხვა რაღაცისთვის. აქ უღრმესი მადლობა ეკუთვნის აქაურობას და კიდევ ერთი უღრმესი მადლობა რას ეკუთვნის, იცი? აი ამას. ესეც მაგარია. და ჩანთა არის ძალიან მნიშვნელოვანი სეტანტას ერთი ჩანთა მაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჩანთა არის რა. ესეც ჩემი გადმოსახედიდან უღრმესი მადლობის ნაწილია. სეტანტას მიმართავ აქედან მომეცით ერთი ცალ-ესეთი ჩანთა და ჩემ გამომწერებსაც ვაჩუქებ დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ მართლა მაგარი რაღაცეებია. უღრმესი მადლობა სეტანტას, ჯამში უღრმესი მადლობამ გაიმარჯვა მგონი და არა მადლობამ და რავი, მადლობამ. ფაქტი ნომერი 1 საინტერესო რაც არის, რომ ამერიკას აქვს ოფიციალური გეგმა ზომბი აპოკალიფსის პრევენციის ან შესაჩერებლად ან წინააღმდეგ.
ანუ მართლა ადამიანები ამერიკელები დაასხდნენ და გეგმა შეიმუშავეს რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში თუ ზომბი აპოკალიფსი დაიწყება და საინტერესო მანდისაა რომ ეს გეგმა იწყება ასე რომ ხუმრობა არ გეგონოთ მე ვერ ხვდები როგორ აქვთ რა შეიძლება როგორი ზომბი აპოკალიფსი იქნება ანუ Walking Dead-ის ზომბი აპოკალიფსი იქნება თუ მეც ვარ მზად რო რამე რა ანუ რაღაცა გაასწორებს მაგრამ მე ვარ ლეგენდა Will Smith-ი რო თამაშობს ძაღლთან ერთად რო დარბის რაღაცა დაკუნთული ათლეტური კრიშტიანო რონალდო ზომბები რო არიან რო რო ვერ გაიქცევი და 60 მეტრზე რო ხტებიან სიმაღლეში მაგისთვის მზად ნამდვილად არ ვარ შეიძლება ჩამოშლილი აქვს რაღაცა ზომბების კატეგორიები მაგალითად ბანძი ზომბი მაგარი ზომბი ზომბთა ზომბი ზომიერი ზომბი და ანუ ალბათ ექნებათ რა კატეგორიებად დაყოფილი ჟანრების მიხედვით ზომბები და ყველას თავის გეგმა აქვს ალბათ რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, მოდი ავიღოთ ყველაზე ისეთი ქვეყანა რა, რომელშიც არ ყვავის დემოკრატია და ადამიანის უფლებები არ არის ძალიან cool დონეზე აყვანილი. მექსიკა ავიღოთ, მექსიკაში რო იცოდეთ, ციხიდან გამოქცევა, ანუ გაქცევა არ არის არალეგალური, ანუ ლეგალურია რა. ოღონდ ეხლა ციხიდან რო გაიქცევი, შენ თავისუფალი კი არ ხარ, გამოგიკიდებიან და უკან ჩაქსვამენ და გაგიგზავნენ, რაც რის გამოც იყავი დაჭერილი და იხდიდე სარჩელს, გააგრძელებ მოხდას თუ რა თქმა უნდა იქ გაქცევის დროს ვიღაცა არ შემოგაკვდა და რაღაცა ჯიბეს არ გაატანე, ეგ უკვე კრიმინალია. მაგრამ იმიტომ არ ითვლება კრიმინალად ციხიდან გაქცევა, ანუ არ გემატება სასჯელი, რომ თვლიან, რომ ეს თავისუფლებისთვის ბრძოლა ადამიანის ინსტინქტია და არა გადაწყვეტილება და ამ ინსტინქტს რა თქმა უნდა როგორც შიმშილი არის, როგორც საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლა არის ამ ინსტინქტის წინააღმდეგ ადამიანს არ გვაქვს ჯერ ძალა რომ შევეწინააღმდეგოთ და ცხოველებად არ გადავიქცეთ და ინსტინქტმა არ გაგმართოს არ არის ჯერ მაგ ებერკეტი არ გვაქვს ამიტომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გათავისუფლებისთვის ბრძოლა და ციხიდან გაქცევა მექსიკაში გერმანიაში და ბევრ ქვეყანაში მაგრამ მექსიკაშიც არის ლეგალური ანუ შენ რო ციხიდან გაქცევას ვცდილობ არავინ არ გეტყვის რომ ციხიდან გაქცევას ვცდილობ აგერ მოდი 5 წელი კიდე ზემოდან იჯექი არსებობენ მედუზები რომლებსაც არ აქვს საიცოცხლო ციკლი. ანუ არასდროს, ანუ ბოლო არა აქვს თუ არ მოკალი რა. ანუ ეს სასიცოცხლო ციკლი არ აქვს, იბადებიან და ცხოვრობენ იქამდე, სადამდეც მისთვის რაღაცა ხელსაყრელი პირობები იქნება გარემოში რა. ანუ შეუძლიათ სულ იცოცხლონ. საინტერესო ის არის კიდევ, რომ ინგლისის დედოფალს ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის შემოგარენში, რაც არის ყველა გედი დელფინი და ვეშაპი. ანუ რაც კი არსებობს გედები, დელფინები და ვეშაპები, არ ვიცი ზუსტად რა შემოგარენზეა საუბარი, მაგრამ დიდი ბრიტანეთის წყლებში და მის ირგვლივ მყოფ ახლო წყლებში ყველა არის დედოფლის საკუთრება. რომ იცოდეთ, ბავშვი ისა რა ქვია, დღეში დაახლოებით საშუალოდ ესეთი სტატისტიკა დაიდო, რომ დღეში ბავშვი საშუალოდ 300 კითხვას სვამს. ეს რატო წამოვიღე ხა ეს თითქოს ხო არაფერი, მაგრამ ამას აქვს თავისი moral of the story რა. ბავშვის იწყებს სამყაროს აღქმას და ყველაფერზე კითხვას სვავს. რატომ, როგორ, რანაირად, რისთვის, რა, სად, აი ეგეთ კითხვებს სვამს სულ. და იმის თქმა მინდა ამითი, რომ ჩემი გადმოსახედიდან, ვისაც ბავშვი გეგმა გაქვთ, რომ ბავშვი ყავდეთ, ან ყავთ უკვე, მაქსიმალურად დიდი დრო გაატარეთ და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენ გასცეთ პასუხი ამ რატომს, რას და სად. რომ აი ეს კითხვები 300-ივე კითხვას დედამ და მამამ უპასუხოს და არა პეპა გოჭმა, თქვათ. რა შეიძლება პეპა გოჭიც იდეალური მორალის მატარებელი გოჭია, მაგრამ ხო ხდებით, რასაც გულისხმობ. დასხმის დროს, ეს რომ დაასხავთ, ცივი და ცხელი წყალი სხვადასხვა ხმას გამოსცემს. ესეთი რაღაც ეწერა. შემდგომ ჩავატარე ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტს რა თქმა უნდა განახებთ. ახლა თავი ორი ერთ იგივე ჭიქა არის. ჩავასხეთ ცივი ჩუ. მართლაც ეგრე არის ან ძალიან პლაცებოში ვარ ან მართლა ეგრეა რომ დასხმის დროს ცხელი და ცივი წყალი სხვადასხვა ხმებს გამოსცემენ სხვათა შორის დრაკულა ვინც დაწერა დრაკულა არის ვამპირი რომელიც
არის ტრანსილვანიაში და ეს ტრანსილვანია არის რუმინეთში და ყველას გონია რომ ეს ტრანსილვანია ანუ ეს ვამპირები დრაკულას ისტორია რომელიც 1890 წელს დაიწერა ადამიანი ვინც დაწერა იყო ირლანდიელი და არასდროს იყო ნამყოფი რუმინეთში ანუ ეს ყველაფერს რუმინული ამბები და რო გონიათ რომ ეს ვამპირები რუმინეთიდან კი ასოცირდება ოღონდ ეს ყველაფერი არის ირლანდიელი ტიპის დაწერილი რომელიც ცხოვრებაში აქამდე ნამყოფი არ იყო რუმინეთში სხვა შორის ყვავებს შეუძლიათ სახის დამახსოვრება ყვავი 300 წელი ცოცხლობს რო არის არ ცოცხლობს 300 წელი მაგრამ დიდხანს ცოცხლობს 70 წლამდე ცოცხლობს რო რამე მაგრამ შეუძლია სახის დამახსოვრება ანუ 2 წლის რო იქნება და დაგინახავთ და თქვენ ქვა ესროლეთ შეიძლება დაგიმახსოვროთ და 67-ის რო იქნება თვითონ და თქვენ ძალიან დაბერებული იქნება შეიძლება თავს დაგესხათ და გაგიერთიანოთ თაყვ ამიტომ მოიქეცეთ ცხოველებს კარგად იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ნიჭები ქონდეთ რომელზეც არც კი გიფიქრიათ მაგალითად ყვავს რომ სახის დამახსოვრება შეუძლია სამუდამოდ სამარაჯამოდ რომ სანამ ცოცხალია გადავედით პიკასოზე ამბობენ რომ პიკასომ პირველი სიტყვა რაც თქვა იყო ფანქარი და საინტერესო რაც არის პიკასოს ცხოვრებაში ანუ პიკასოს 157,800 ნამუშევარია გამოქვეყნებული რა და იყო ძალიან მდიდარი, ანუ ძალიან შემოსავლიანი ადამიანი იყო. პიკასოს შეეძლო კარგად ხატვა, მაგრამ სპეციალურად ჰქონდა სტილი არჩეული თავისი, იმიტომ რომ ის ფიქრობდა როგორც არა მარტო მხატვარი, არამედ როგორც მარკეტერი და გაიაზრა ის, რომ ყველაზე დიდი ფასი ჰქონდა ხელწერას, ინდივიდუალიზმს და კარგად ჰქონდა გააზრებული ყველაფერი, ანუ ყველაფერი რასაც ხატავდა, აპირკეთებდა, აკეთებდა, ყველაფერს აქვეყნებდა რა. ანუ გამოქონდა ბაზარზე, ანუ ყველაფერი საერთო 157,800 ნამუშევარი გამოიტანა ბაზარზე რა. და მაგიტომაც ზუსტად მაგიტო იყო ძალიან მდიდარი ადამიანი რა. ანუ თავისი ინდივიდუალური ხედვა ჰქონდა, თავისი ინდივიდუალური სტილი ჰქონდა, მარტო პიკასოს რაც ჰქონდა და ამიტომ ძალიან მარტივად ახერხებდა რეალიზებას. პიკასო ხო დავიმახსოვრეთ რა როჟაცაა პიკასო. მოდი ხარებდეთ კავკასზე. კავკარი მწერალი, IMDb-ს აქვს ავტორების ტოპ 100 რა, ყველა დროის საკეთრო ავტორის. და კაფკა არის მე-15 ადგილზე. ანუ სამყაროში ვინც კი დაბადებულ არსებულ უწერია და ანუ რაც კი ვინც კი ავტორი ყოფილა, ყველას რეიტინგში კაფკა არის მე-15 ადგილზე. ოღონდ კავკასზე გეტყვით რაღაცას. კავკა მოხდა ტუბერკულიოზით და ტიპს ჰქონდა რაღაც კომპლექსები, მამის კომპლექსი ჰქონდა და ტიპს თავი ეგონა ბანძი რა. ანუ ისეთი ანუ არის შაკეტილი როჟა იყო. ფიქრობდა რომ თავისი ნამუშევრები არც ისე კარგი იყო და სიკვდილის წინ სანამ მოკვდებოდა დაიბარა რომ დაწვითო ჩემი ნამუშევრებიო რა ანუ შეიძლება შერცხვა შეიძლება დასაჯა კაცობრიობა არ ვიცი მაგაზე დარწმუნებით ვერაფერს ვერ ვიტყვი ანუ 90% კავკას ნამუშევრების 90% არა 50 და 60 90% ნამუშევრების დაწვა ანუ არ უნახავს არავის რა რეებს წერდა და ის 10%-ით იმიტომ შემორჩა რომ ვისაც დაავალა რომ დაწვიო თავის მეგობარს იმ მეგობარმა არ დაწვა და რომ გარდაიცვალა გამოაქვეყნა და რა გამოაქვეყნა ანუ ანუ ტოპ აი ამ 10% ნამუშევრებით ნაწარმოებებით რაც კავკამ დაწერა 10%-ით ტიპი ტოპ 15-ში შევიდა ყველა დროის საუკეთესო ავტორების ანუ ეხლა ამით რისი თქმა მინდა რა ყავს პიკასო რომელიც გენიოსი იყო და ყავს კაფკა, რომელიც ასევე გენიოსი იყო. დამოკიდებულება ერთი პიკასოს ის იყო, რომ საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა, საკუთარი თავი უყვარდა და ფიქრობდა, რომ ანუ თვითონ რა ნამუშევრებით შექმნა, ღირებული იყო. ეს თვითონ ფიქრობდა ასე. მაგიტომაც გამოაქვეყნა ესე რომ ვთქვათ 157,800 ნამუშევარი. კაფკა თავის მხრივ პირიქით ფიქრობდა. კაფკაც გენიოსი იყო. და 90% ნაწარმოებები დაწვა და ის 10% რომელიც გამოქვეყნდა გახდა ძალიან პოპულარული. ანუ თემა ეს ეხლა რისი თქმა მინდა რა. კავკა რო წერ ადამიანი რაღაცებს რო წერ, ფიქრობ წერის პროცესში რო ფიქრობდე რომ ბანძობას წერ, არ დაწერ. ანუ წერის პროცესში ტიპი ფიქრობდა რომ მაგარ რაღაცას წერდა. ანუ ეხლა უყურე ტიპი წერს, გონია რომ მაგარია, ვიღაცამ უთხრა რომ ეს რამ ბანძობას წერო და როჟას საკუთარ თავში ეჭვი შეეპარა. ანუ ეს კარგად დაიმახსოვრეთ რა თქვენ თავში, თქვენზე კომპეტენტური ვერავინ ვერ არის. ანუ რაც არ უნდა ტიპმა თქვენ დაგწონოთ, თქვენი ისტორია წაიკითხოთ, ბიოგრაფია, ყველაფერი. რაც არ უნდა წაიკითხოთ თქვენზე და რა ინფორმაციაც არ უნდა მიიღოთ. თქვენზე კომპეტენტურები თქვენს თავში და თქვენს არსში ვერავინ ვერ იქნება.
ეს პიკასო მიცოდა, რომ მაგარ რაღაცას აკეთებდა და აქვეყნებდა. რა ფიდბექიც არ უნდა მიიღო, რაც არ უნდა გაიკეთებინა, იცოდა რომ ინდივიდუალური იყო, იცოდა რომ მაგარი იყო, იცოდა რომ ღირებული იყო და ზუსტად აი მაგ დამოკიდებულებით ტიპმა დიდხანსაც იცხოვრა, უფრო კავკასზე დიდარიც იყო და უფრო მეტი ნამუშევარიც არის პიკასოსი, ეხლა და პიკასო უფრო ცნობილი სიტყვა, ვიდრე არის კაფკა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენ რაღაცას რო აკეთებთ და ფიქრობთ, რომ კარგია. ანუ ვინც არ უნდა გითხრათ, რომ ეს ცუდია, თქვენ კეთების პროცესში ფიქრობთ, რომ კარგი იყო. ანუ ეს თქვენთვის და ბევრი კიდევ ადამიანისთვის, თუ რა თქმა უნდა, აი ესეთ საროჭკაში, ანუ ესეთ პერანგში არ ხართ სადღაც, რომელსაც რაღაცა 1000 ერთხელ გითავისუფლებენ ხელებს და გააკეთო, ეგ თუ არ ხართ. არასდროს არ შეგწყვეტ გამოქვეყნების. არ გამოქვეყნებამ შეიძლება დაგაკარგინოს ძალიან ბევრი ფეიმი, ესე რომ ვთქვათ რა. ან ის რისთვისაც წერდით, ან იღებდით, ან აკეთებდით, ან ხატავდით, ან რა ვიცი, მღეროდით რა. აი მაგალითი მაქვს რა. რაბანამ გადაიღო ფორმულა 1-ზე ვიდეო. ჩემი გადმოსახედიდან იქაც დაუწერე, რომ რაბანას მონაწილეობით, ან რაბანათი, ან რაბანას გადაღებული, ან რაბანასთან ასოცირებული, ყველაზე მაგარი ვიდეო რაც მინახავს, რა თავის storytelling-ით, ყველა თავის გადაღებით, მონტაჟით, აი ყველაფრით არის უმაგრესი ვიდეო. მაგრამ 1-2 კომენტარი მაინც ისეთია, რომ გაანები რაბან ეს შენი საქმე არ არის. მოდი ავიღოთ ადამიანი, რაბანა მოდი არ იყოს და ავიღოთ X ადამიანი, რაბანას მაგივრად და ეს ადამიანი არის სენსიტიური. და პირველი ფიდბექი, რაც შეხვდა, აი ამ უმაგრეს ვიდეოზე, გადაღებულ ვიდეოზე იყო, მოდი ესე ვთქვათ, რომ არ ყავს ბევრი მეგობარი და ყავს რამდენიმე და იმ რამდენიმემდე ვიღაცა უთხრა, რომ კაროჩე ბანძი ვიდეოა. ეს შეიძლება სენსიტიურ ადამიანში შეცვლის განწყობას და შეიძლება წაშალოს ვიდეო. იმიტომ რომ ფიდბექი მიიღო, რომ ბანძია და ეგრევე ეჭვი შეეპარა საკუთარ თავში. და ის ვიდეო არ მოვიდა ჩემამდე. მიუხედავად იმისა, რომ მეორე, მესამე, მეოთხე ყოველი, შემდგომი 1000 ადამიანი იტყოდა, რომ ძალიან მაგარიაო, არ გაუმართლა ტიპს და პირველი შეხვდა, ვინც თქვა, რომ ცუდიაო რა. ამიტომ რისი თქმა მინდა ამითი. თქვენ თუ რაღაცას აკეთებთ და ფიქრობთ, რომ კარგია, აუცილებლად გამოიტანეთ სააშკარაოზე, აუცილებლად ანახეთ ბევრად და მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და დამერწმუნეთ, რომ ბევრად წინ იქნებით იმ ადამიანებზე, რომელი ადამიანებიც მაგ ყველაფერს უსმენენ და ან ნამუშევრებს წვავენ, ან ვიდეოს shift delete-ით შლიან, shift delete-ით არის წაშლა, რომელთაც ვეღარ აღადგენენ, delete-ით მიდის recycle bin-ში, რომელთაც აღადგენა შეგიძლია, shift delete-იან დაწვა კომპიუტერულად რა, რომ ვეღარ აღადგენ, შანსი არ არის. ესეთი კარგი მაგალითი არის რა პიკასო და კაფკა. კარგად დაიმახსოვრეთ, იცოდეთ, თქვენ საკუთარ თავს ენდეთ, აუცილებლად ანუ თქვენი გემოვნებით რაღაცნაირად სხვანაირად ხედავთ, რაღაცას აუცილებლად გააკეთეთ თქვენებურად. იმიტომ რომ ინდივიდუალიზმზე ძვირფასი არაფერი არ არის რა. მაგიტომ არის რომ ხატვრები ბევრად დასაფასებლები არიან, ვიდრე ვისაც გადახატვა შეუძლია. ანუ ეხლა წარმოიდგინეთ მონა ლიზა რო აიღო რაც არის რა, მონა ლიზას ნახატი, ყველაზე ძვირადღირებული ნახატია მგონი, ეგ ნახატი. ეხლა დღეს შეიძლება მხატვარი ადგეს ვიღაცა და ერთ-ერთში გადახატოს, აი ერთ-ერთში გადახატოს. ის მილიონჯერ რო გადახატოს ეგ ერთ-ერთში მონა ლიზა ჯამში ერთად ყველა არ ეკნება იმის ფასი რაც არის თვითონ ეს ორიგინალი ნამუშევარი. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი, ინდივიდუალური, ორიგინალი. ამიტომ გადამხატველი ვერასდროს ვერ იქნება გადამწერი, ან გადამამღერებელი, ვერასდროს ვერ იქნება ისეთი დიადი, როგორიც არის შემქმნელი. და გამოაქვეყნეთ რაც შეიძლება მეტი თქვენი ნამუშევარი. რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცანეთ თავი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უთხარით რა მაგრები ხართ და ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე აქამდე იყო. გაიღვიძა საქართველოს, გარეთ ბავშვები დარბიან, ამიტომ ხმები შემოდის, მაგრამ ეს ჩემი მეოთხე ვიდეო იყო, უღრმესი მადლობა ვინც მომყვებით, უღრმესი მადლობა ვინც მიყურებთ. შემდეგ ვიდეომდე peace. რაღაც დამოწმა, არ ვიცი ფოკუსში ვარ თუ არა, ერთ ადამიანს შევპირდი, რომ ამომანათეო და ამოგანათებ მეთქი და ამა წავედი ხმართლა.